მე ვარ ალექსანდრე ქაჯაია, დღეს გავხდით 11 წლის. ვსწავლობ ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ფეხბურთის თამაში. უკვე 1 წელია ვთამაშობ West Georgia-ში. ადრე ვთამაშობდი დაცვაში, ხოლო ახლა ვთამაშობ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციას. ჩემი პოზიცია იმიტომ მომწონს, რომ კარგად ვანაწილებ პასებს. მოედანზე ჩემი მთავარი მოვალეობაა მე კარგად დახმარება. West Georgia-ში მყავს ორი მწვრთნელი, გიორგი ქვითელია და ბაჩი მასწავლებელი. გიორგი მასწავლებელი არის უფრო მხიარული, ხოლო ბაჩი მასწავლებელი უფრო მკაცრი. ჩემი საუკეთესო საფეხბურთო თვისებაა ზუსტი პასი. გასასწორებელი მაქვს ისრაფი. უკვე მქონდა 25 შეჯიბრება და ყველაზე მეტად დამამახსოვრდა დელფინებთან თამაში. გავაკეთე 1 ასისტი და გავიტანე 2 გოლი. ამ თამაშში ვიყავი ერთ-ერთი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელი არის კრისტიანო რონალდო, ხოლო საყვარელი გუნდი რეალ მადრიდი. საქართველოს ნაკრებში სიამოვნებით ვთამაშობდი 7 ნომრით. ჩემ გუნდში ყველაზე კარგად შეთამაშებული ვარ გიორგი ჭყონიასთან. ფეხბურთელი თუ გამოვედი, ვითამაშებ 40 წლამდე. ფეხბურთელი ვერ გამოვედი, გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება ქსელური მაღაზიები. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი სპაიდერმენი, რადგან არ ვიცოდი სამსახური რა იყო და ძალიან ვცდილობდი, რომ სპაიდერმენისავით ყოფილიყავ. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ყავს მეგობრული კლასელები და კარგი მასწავლებლები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია გიორგი ჭყონია, ყველაზე ჭკვიანია დავით ვერიცი, ყველაზე მშვიდია ილია დოლიცი, ყველაზე ბედნიერი მგონია ნინია ცხოიცი. მე ვარ ყველაზე მეგობრული და კეთილი. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ნატო ურუშაძე, რადგან მეგობრულია, ლამაზია, კარგი მასწავლებელია და ერთ-ერთი საუკეთესოა. ახლა მინდა ვიყო 15 წლის, რადგან მომწონს თინეიჯერობა და ისეთ რაღაცებს გავაკეთებდი, რაც ახლა ჩემ ასაკში ვერ ვაკეთებ. სახლში ცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. ჩემი ძმა არის 15 წლის და ჰქვია ნიკოლოზ. ის არის სიმპათიური, კეთილი, შრომის მოყვარე და ჭკვიანი. კარგი ბიჭიკია, მაგრამ ზოგჯერ არის ნერვების მოშლელი. ნერვების მოშლელი როდესაც მე ვთამაშობ და ის მართავს ჩემ ჯოისტიკს და თვითონ თამაშობს. ჩემი აზრით, ნიკოლოზი რომ გაიზრდება, გამოვა მორაგბე. მამიკო არის მხიარული, ვაჟკაცი, კეთილი და შრომის მოყვარე. დედიკო არის ლამაზი, კარგი მშობელი, თბილი და მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული შემწვარი კარტოფილი. ჩემი ცოლი ალბათ ყველაზე კარგად გააკეთებს ხინკალს. შეყვარებული ამ ეტაპზე იმიტომ არ მყავს, რომ არ მჭირდება. ალბათ მეყოლება 3 წელში. ცოლს რომ მოვიყვან, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ ელენეს, გიორგის, ნიკოლოს და ალბათ ირაკლის. ჩემს ცოლს დავარქმევ ელიზაბეთს. ჯერაც მე ჯოხი რომ მქონდეს, გავხდებოდი მილიარდელი და შევიძენდი რეალ მადრიდს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში, მადრიდში, რეალ მადრიდის თამაშზე. სასურველია ეკლასიკო. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ტრიპებიჭის დღიური. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი ფეხბურთზე და თითო თავს მიუძღვნიდი ერთ ფეხბურთელს და ერთი თავი მეც მემოძღვნებოდა. წინა მომაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვისთან ერთად ვიცხოვრობდი უკაცრიელ კუნძულზე? მე უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრობდი მამაჩემთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია ბოლო მოდელის კომპიუტერი. მომწონს გეიმერობა და ეს კომპიუტერი გამომადგებოდა. ბედნიერება არის სიცოცხლე, სიკეთის გაკეთება, კარგი ოჯახი და იმის გაკეთება, რაც შენ გიყვარს. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.